მოკლედ, სალამი ხალხო, მე ელო ვარ და თქვენ ჩემს YouTube არხზე იმყოფებით, ვისაც გამოწერილი არ გყავართ, გამოიწერეთ და ეხლა დავიწყოთ. ვიდეოს სათაურიდან მიხვდებოდით, რომ გიორგი მახარაშვილის, ეგრეთ წოდებული საეჭვო კაცის და გიორგი ჯობავას შორის მიმდინარე პატარა დრამაზე უნდა ვისაუბროთ და რატო გადავწყვიტე ამ ვიდეოს ჩაწერა, იმიტომ რომ ძალიან ბევრმა მეგობარმა მომწერა და მთხოვა რომ აბა გამარკვია რა ხდება, რა დრამას აქვს ადგილიო და მოდი ეხლა სათითაოდ რა გიხსნათ, ყოველს ვიდეოს ჩავწერ, გადმოდით უყურეთ და პლუს კიდევ ვიღაც ხალხი იქნება, ვისაც ასევე აინტერესებს. მოვლენა ეგენც გაიგებენ რა ყველაფერს და ხო. ვინც ამიწერთ კომენტარებში რომ ირა ჭორიკანა ხარ და შემდეგ კი ჭორიკანა ვარ. ანუ ყველას უყვარს ჭორაობა, რაღაც ამბების განხილვა, თან თუ ესეთი აქტუალური ადამიანები არიან. ვიღაცები ასევე ამბობენ რომ არ იმსახურებს ყველაფერი ამ ხელა ყურადღებას და კი ბატონო თქვენ არ მიაქციოთ ყურადღება, მე ვაქცევ ყურადღებას. ეხლა დავიწყოთ. იდეაში ეს დრამა წავიდა Instagram story-ებში. ანუ პოსტადაც არ ყოფილა ეს ყველაფერი, ან YouTube ვიდეოდაც არ ყოფილა ჯერჯერობით რა, მაგრამ მგონია რომ თუ პოდკასტში მევაჯობავა. იქ გაირკვევა ყველაფერი, მაგრამ სანამ გაირკვევა და ჩვენ გვაქვს იმის საშუალება რომ ეს ყველაფერი შევაფასოთ და განვიხილოთ და ინტრიგები ჩავხლართოთ, მანამდე მოდი ვთქვათ ის თუ რეალურად რა მოხდა და საიდან დაიწყო ეს ყველაფერი. It was at this moment he knew. He fucked up. ჯობავამ დასთორა, რომ გაქურდეს, წაართვეს 30,000 ღირებულების ტექნიკა და მიუხედავად ამისა, მაინც აგრძელებს მოგზაურობას, იმიტომ რომ Amazon იყო მაგის ოცნება და თან ტელეფონით იღებს კადრებს. ამის პარალელურად კაკო რომელიც იმყოფებოდა ასევე Amazon-ზე და თურმე იგივე გიდი ყავდა, რომელიც ყავდა ჯობავას, იმ გიდმა დასთორა ფოტო, სადაც ჩანდა ჯობავა, რომელსაც უდევს კალთაში ის კამერა, რომელიც იდეაში მოპარეს და ტელეფონით იღებს კადრებს. გასთორა შემდგომ კაკომ, რა თქმა უნდა, ეს ნახა საეჭვო კაცმა და საეჭვო კაცმა ამის პასუხად დასვა კითხვები, რომ თუ გაგქურდეს აბა ეს კამერა საიდან არის და იგივე შინაარსის სტორები, ანუ მოსაწყლო სტორები და როგორც ედო ჯობავას. ანუ მახარას გაუჩნდა კითხვები, იმიტომ რომ თუ კამერა მოგპარეს, მაშინ კალთაში როგორ გიდევს და ანუ რანაირად, ხო? და ჩათვალა რომ მოიტყუა ამ ყველაფერთან დაკავშირებით, იმიტომ რომ ამ ადამიანს ისეთი წარსული აქვს და იმდენჯერ გადაუგდია ხალხი, იმდენჯერ გაუცურებია, რომ მაგისგან ალბათ გასაკვირი არ იქნებოდა. ცნობილის კამერები არიან და ესეთი წარსული რო გაქვს, ლოგიკურია რომ ადამიანებს შემდგომ კითხვები უნდა გაუჩნდეთ და ესეთი დამოკიდებულებაც რომ მიიღეს, ეგეც არ მიკვირს მე პირადად. ხო. ამ ყველაფერთან დაკავშირებით მახარამ ჩაწერა არაერთი ისტორია. და მაგის საპასუხოდ ჯობავას შემდგომ მოუწია თუ ისაც აპირებდა არ ვიცი, მაგრამ დეტალურად ახსნა ყველაფერი, დადო ფაქტები. ანუ წარმოიდგინეთ, ესე იგი, რაღაცა მონაკვეთში ჩანს, რომ კამერა მიჭირავს და ამაზე დაიწყეს, რომ აი, იტყუება, არაფერი არ მოუპარავთ. რისი ახსნა მიწევს, პროსტა აი, რისი ახსნა მიწევს ამდენი ხანი, ახლავთ ღამის 4 საათზე გაგვიძებულზე, განერვიულებულზე, რომ რაღაცა კადრი ისა კამერა მიჭირავს და თურმე ესე იგი მომიტყუებია, თურმე მატყუ არა ვარ. თან არც დაელოდნენ ადამიანები, ვთქვი, რომ დაელოდეთ, ხვალ ყველაფერს მოვყვები. მაგრამ არა, მომარტყეს ეგრევე იარლიყები სტორებში და ამაღადავეს. აჰა, აი ეს არის ჩემი პელიკანის кейსი. აი ეს დამრჩა, აი ეს არის რაც დამრჩა, აგერ, აჰა. აჰა. აი ეს არის რაც დამრჩა. აგე? ეს პელიკანის кейსი რატომ აქ იცით? იმიტომ რომ ვერ წაიღეს უბრალოდ დიდია. ანუ თქვენს რო ქურდი ყოფილიყავით, ვერ წაიღებდით ამ ხელა რაღაცას, იმიტომ რომ მეორე ჩანთა, რომელსაც ახლა დავდება ამის შემდეგ სტორიში, იმაში ჩაალაგეს ყველაფერი და იმით წაიღეს. მიხვდე? ანუ არ არის საჭირო რომ ეს წაიღო. მე თავიდან, მახარას პირველი სტორები რომ ნახე, ჩავთვალე რომ უეჭველი მახარას სწორი იყო და ამ შემთხვევაში სწორად აჭერდა ადამიანს თავის რაღაცა არასწორ საქციელზე და მეც ჩავთვალე რომ აი ტყუილში გამოიჭრა და ცდილობდა აუდიტორიის გაცურებას ეს ადამიანი ვინც არის და რაღაცა თქო, მაგრამ ის ფაქტები რაც დადო გიორგი ჯობავამ რომ აი საავადმყოფოს ცნობა, პოლიციიდან ცნობა, შემდგომ ის რომ რეალურად ტელეფონი რაღაც $200 ტელეფონი იყიდა, შემდგომ ახალი ტელეფონი იყიდა, ის კამერა იბიქირავეო, დრონი იბიქირავეო და ასე შემდეგ. ეს ყველაფერი იმდენად რეალურია და იმდენი ფაქტი დაიდო, რომ არ მგონია რომ ამდენი ფაქტის მოტყუება და რაღაცნაირად გაყალბება იყო შესაძლებელი. რაღაცა შეიძლება იყოს ტყუილი ამ ყველაფერში, მაგრამ სრულად არ მგონია თა როცა ადამიანს ეს საშინელი რაღაც შეემთხვა, რომ წავიდა ძალიან დიდი ბულინგი მახარას მხარეს, ანუ ლანძღავენ და ისეთ სიტყვებს ეუბნებიან, რომ უშვერი სიტყვებია მართლა და ჩვენი საქმე ხალხო მართლა არ არის ეს ყველაფერი რა. მესმის რომ ძალიან ჭორიკანაიერი ვართ და გვიყვარს ხალხის გაკიცხვა. მე ვიღაცა რაღაც არასწორს რო გააკეთებს მაგისტვის მორალის კითხვა გვიყვარს. ძალიან ბევრი ფაქტი დაიდო და აი მიმებიც კი გავაკეთე მაგასთან დაკავშირებით, რომ მახარა რეალურად სპონსორის დაკარგვის შიშის გამოაკეთებს ამ ყველაფერს თქო. და ბევრმა
ანუ რეალურად არის ეგ მე მგონი რა, მახარა იდეაში იმას კი არ ცდილობს რომ მათყურა გამოაშკარავოს. არამედ დაინახა საფრთხე, რომ შეიძლება ამ ადამიანმა სპონსორები წაართვას და ცდილობს რომ ჩაძიროს, ანუ ეს ახლა ხუმრობით რა თქმა უნდა. მაგრამ მახარა რა დონის ვერაგი ადამიანიც არის და დამწყები იუთუბერებს რომ საერთოდ არ ეხმარება და პირიქით ძირავს, ეგ მე მგონი ყველა მოვიცით, ხო? საკადრის მიიღო, კაი, გვეყოს. მაგრამ ну მახარაა და მახარას ახასიათებს ესეთი საქციელი. თვითონ ჯობავამაც ძალიან ესეთი რამის მომხმარებელი ისტორიები ჩაწერა, რომ მეწყინა თქვენგან ეს დამოკიდებულებაო. გული რაზე მწყდება, იცით რომ მახარამ დასთორა ეგენი ხო, რომ აი ღადაობდა ირონიულად მომიხსენიებდა რაღაცა, ანუ ტიპს რომელსაც უყურებდი, ბალეშიკობდი, მიღადავია, მიცინია მის გადაცემაზე. სანამ YouTube-ი დავიწყე, მივწერე კიდევაც მეთქი მახარაბა, იქნებ რავი ახალი ვარ და შემოვიდე ურთიერთობაში, გავიცნოთ რაღაცა. და პროსტა აი მაგრად მიტყდება, მართლა ემოციურად ვარ ეხლა, იმიტომ რომ აი პროსტა ტიხავს იმის მაგეროთ რომ აი community-ა, YouTube-ია რაღაცა მოიკითხო. რაღაცა ანუ ერთად რო კნათ რაღაცა ანუ მაგის მაგეროთ პროსტა ტიპი მიყადავა რა. როცა ჩამოსული ვარ იმ მიზნით რომ პროსტა რაღაცა მაგარი გავაკეთო, შევქმნა და ვითომ რაღაცაში გამომიჭირეს, რომელიც არ არის გამოჭირე, იმიტომ რომ ისედაც ნახავდით მაგას YouTube ვიდეოში. რამდენიმე ინფლუენსერი იყო კიდევ, ვინც მსგავს საკითხზე იხუმრა. ორი სიტყვით გეტყვით, დაძაბულობა მახარას ეგრეთ წოდებულ საეჭვო კაცსა და გიორგი ჯობავას შორის, ჩემ აზრს გეტყვით, მე ქოაჩი მანჯგალ ხაბრაკოვაძე გახლავართ, რომელსაც განათლება TikTok-ის ქოაჩ და ასოციაციაში მიღებული და მე მგონი უკვე კითხვები აღარ არის. ნუ რა შეიძლება რო ითქოს ამ ყველაფერზე? ეს არ ვიცი, საეჭვო კაცია თუ რაღაცა საძაგელი ხსენებაც არ მინდა. რაღაცა ბრალდებებით არის, წარმოდგენა არ მაქვს, უბრალოდ ჩურიანი ხარ საეჭვო კაცო, მინდა გითხრა. შეგეში და სპონსორებს რომ გართმევს და აღიარე უბრალოდ რა. მე კიდევ ერთხელ აღნიშნავ, საერთოდ წარმოდგენა არ მაქვს, რა ხდება აქ, მაგრამ მინდოდა ჩემი აზრით გავიფიქსირებინა. კალას პოზიცია იყო ის, რომ სანამ ყველაფერი არ გაიგო, მოდი ამ მხარდაჭერებს და რაღაცებს შევეშვათო, რაც ვფიქრობ, ერთ-ერთი კი არა და ყველაზე ჯანსაღი პოზიცია იყო ამ შემთხვევაში, იმიტომ რომ რეალურად დრამაც არ არის. თვითონ ამ ადამიანებს მე მგონი ესე გულთან ახლოს არ მიუტანეთ ეს ყველაფერი, ამდენად ჩვენ მივიტანეთ. მე არ მივიტანე, ნუ ამდენად თქვენ მიიტანეთ, ესე გეტყვით. იმიტომ რომ მახარას ეთყობა რომ ხადაობს. ნუ ჯობავამაც თქვა რომ მივალ მახარასთან პოდკასტში და განვიხილავთ ამ ყველაფერს ჩვენ თვითონო. ასე რომ ეხლა მე გაჩვენეთ კადრები რა როგორ იყო, ერთადერთი იმის თქმა მინდა რომ როცა რეალურად არიცი რა მოხდა, წინასწარ დასკვნების გამოტანა და ადამიანისთვის მართლა ტალახის როლა არის ყოველმხრივ მიუღებელი. თუნდაც ინფლუენსერის, ნუ მახარას ახლა მორალს ვერ წავუკითხავ, მაგრამ ჩვენი აუდიტორიის მხრიდან თქო კითხვები უნდა დასვა და აუცილებელია კრიტიკულად მიუდგე ყველა საკითხს. მაგრამ როცა ფაქტები არ არის, მაგის ფონზე ან ერთი გალანძო ან მეორე გალანძო არასწორია. საბოლოო ჯამში აქ იმის თქმა მინდოდა რომ ხალხი მართლა ბრბოა რა, მთავარია საჯიჯკნი მისცე და მივლენ და ჯიჯკნიან ამ ყველაფერს, ანუ არ არის პრობლემა. მეც მიყვარს დრამები, უბრალოდ ადამიანის ტკივილზე აგებული დრამა, რა თქმა უნდა, მიუღებელია ჩემთვის. და უნდა ცუდი რაღაცები გაეკეთებინოს წარსულში, ანუ ყველანი ადამიანები ვართ, რაღაც ცნობებს უშვებთ და მეორე შანსს ყველანი ვემსახურებთ. საბოლოო ჯამში ვფიქრობ, რომ ესენი მოგვარდებიან, მალე პოდკასტს დაიდება და მანდ უკეთ გავარკვევთ ყველაფერში. დარწმუნებული ვარ, მახარა და ჯობავა ესე გადაეცნობიან ერთმანეთს და შენეჭირება შეგენაცვალეთ დაასრულებენ, როგორც სხვაგან მოხდა, იმიტომ რომ კაკოსთან ქონდა მახარას მსგავსი ბიფი და კიდე ვიღაცაებთან და ყველგან მოგვარდა და საბოლოო ჯამში ჩვენი ნერვების ხარჯზე ხდება რა ეს ყველაფერი. ჩვენ ნერვიულობთ, ჩვენ ვღელავთ და თავად მარტივად გვარდებიან. ეგ არის და ეგ. იმედია, ამომწროვად გავეცი თქვენს კითხვებს პასუხი. იმედია მიხვდით ამ დრამის არსს, ანუ რა მოხდა. თუ ვერ მიხვდით და დამატებით კითხვები გაქვთ და რაიმე შემიძლია დახმარება, დაკომენტარეთ. ან Facebook ჯგუფი გვაქვს, მან დაემატეთ, მაგრამ აუცილებლად გამომიწერეთ, იმიტომ რომ გამოწერა ძალიან მნიშვნელოვანია. ეხლა კი გაკოცეთ, წავედი აბა თე და აბა ხო.